დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად სამთვიანი მუშაობა შეაფასა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტების მხრიდან კითხვები ძირითადად უკანასკნელ პერიოდში ჭიდაობისა და ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შესახებ იყო დასმული. ბოლო 3 თვის განმავლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობამ ინდივიდუალური შეხვედრები ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთანაც გამართა. გამოიკვეთა არსებული პრობლემები და დაიგეგმა სამინისტროსა და ფედერაციების მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. სამინისტრომ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სპორტსმენთა მომზადების ორგანიზებული და მეთოდური ხელშეწყობა დასახა. ამ მიზნით იგეგმება სპორტის აკადემიის აღდგენაც. სპორტის სფეროს ძირითადი მიმართულებების განვითარებისა და რჩევების მიღებისათვის შეიქმნა მრჩეველთა საბჭოც, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სპორტის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლობებით. ჭიდაობის ფედერაციამ ლუკა კურტანიძე თვითონ აირჩია დემოკრატიულად და შესაბამისად იქ არის არჩეული პრეზიდენტი. იქ არავინ არ ჩარეულა და არც არავინ არ შეეცდებოდა, ვერ შეეცდებოდა ჩარეულიყო. და ფეხბურთის ფედერაციაც რაც ეხება, ფეხბურთის ფედერაციასთან რა ფორმით თუ ფეხბურთელებისთან შეხვედრა ეს ჩარევა შეიძლება მონათლოს ვიღაცამ, მაშინ გამეცით პასუხი და კი ბატონო, მაშინ მე კიდევ ერთხელ მინდა დავაკონკრეტო, ჭიდაობის ფედერაციაში რაც მოხდა ეს უხერხული ფაქტი, რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს იყოს შეფასებული როგორც დადებითი, მაგრამ იქ იყო ორივე მხრიდან გადამეტება და ეს იყო უკაცრავად წესით ეს ანგარიშწორება არ უნდა გაცილებოდა იმ კედლებს და შესაძლებელი ყოფილიყო ლოკალიზებული იმ შენობაში, მაგრამ რახან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, შესაბამისად ამას რეაგირება უნდა მოყოლოთ და ჩვენი მხრიდან. ჩვენი რეაგირება ის არის, რომ დავსვით ორივე მხარე და მოუწოდეთ მათ მორიგებისკენ, შერიგებისკენ და გვერდზე დგომისკენ.